გოგოებო, ასე რატომ ცხეთ ხართ? საერთოდ ჩემი მეგობრები ხართ თუ არა? კი, ვართ. მაშინ მირჩიეთ, რაც ჩავიცვა ჩქარა. დიანა, ჩემი ჯინსი ხომ მოგეცი, ზედაც და კაბაც, მაგრამ უარი თქვი. ხო, ჩემი ტანსაცმელები შემოგთავაზე, მაგრამ არ მოგეწონა არც ერთი. ჩემი ტანსაცმელები კიდე შენთვის ძალიან პატარა იქნება, ამიტომ შენი ტანსაცმელებიდან უნდა ავარჩიოთ. მოდი ახლა დავიწყოთ. ნასტია, უკვე ყველაფერი მოვისინჯე რაც მაქვს. კარგი, წავალ და დედაჩემს ნახავ თუ აქვს რამე. აუ გოგოებო, იმედია რამეს იპოვის. ხო, საშინელებაა ეს, მოზომვა უკვე 1 საათია გრძელდება, დამღალა. კარგით გოგოებო, ნუ ნერვიულობ თუ ეჭველი იპოვის რამეს. კარგით გოგოებო, ეს ვიპოვე დედაჩემის გარდერობში, აბა რას ფიქრობთ? დიანა, რამე სხვა არ არის დედაშენის გარდერობში ასეთი ამოღებული რომ არ იყოს? დიანა, რამდენი წელს იყო დედაშენი ეს რომ ეცვა? დიანა, დაწყნარდი, ეს ნამდვილად არ არის 16 წელს გოგოსთვის შესაფერისი. ჯანდაბა გოგოებო, ჯერ პირველი რაღაცა არის, რაც გავიზომე და უკვე არ მოგწონთ. გოგოებო, დეი და იუნონას აცვია ესეთი რაღაცეები. ხო, ძალიან უცნაურია. რა არის უცნაური, რომ გავიზრდები, მეც ჩავიცვა მსგავს რაღაცეებს. ნასტია! გოგოებო, აბა ამაზე რა სიტყვით? მოგწონთ? დიანა, არც ვიცი რა ვთქვა საერთოდ. ხო, თინეიჯერებისთვის ნამდვილად არ არის. დიანა, ნებისმიერი რამე ლეოპარდის გარდა გთხოვ, ეს სად იპოვე? გოგოებო, ყველაფერი გაჩვენეთ, რაც მქონდა მე, ჩემ გარდერობში. ახლა დედაჩემის გარდერობის გაჩვენეთ, საერთოდ არაფერი მოგწონთ. მამაჩემის ტანსაცმელი ჩავიცვა? მისმინეთ, ცუდი აზრი არ არის ეგ, ხო იცი? ხო, ზოგჯერ კაცის ტანსაცმელი კარგად ჩანს ხოლმე ქალზე. გოგოებო, ჩაიძირება იმ ტანსაცმელში. კიდე ცოტას მოვისინჯავ და დამთავრდება ყველაფერი. მორჩა გოგოებო, ეს ჩემი ბოლო ვარიანტია. ეს? ან ეს? არა დიანა, კარგია ბუმბულები. არა, დავიღალეთ შენი ბუმბულებით დიანა. ჯანდაბა გოგოებო, აბა რა უნდა გავაკეთო? ახლა აღარ იქნება შერიგება. დიანა, გაგიჟდი? პროვასტი არ დადის სასეირნოდ სმაილიკის გარეშე. სმაილიკი შენთან ნაჩხუბარია და ანუ მეც ვერ გავალ სასეირნოდ. სხვადასხვა გოგოებო, სმაილი სად არის? სმაილი გვერდზე ოთახშია თავის გამომხნევებელ ჯგუფთან ერთად. საერთოდ არ ვიცი როგორ ამხნევებენ მაგას. მოკლედ გოგოებო, ბოლო გადაწყვეტილება ჩემი ჩრილდერის კოსტუმია. ძლივს, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა დიანა. ბრაუს ბურთი აიღე და არავის აღარ მიცე. ხო, კარგი. მიდით დაიწყეთ გამზადება, მე გეტყვით შერიგებისთვის რა გამოდგება. მადლობა დიმა, შენ შეეჭვიც არ მეპარებოდა. მიდით ხო, დაგეხმარებით რა თქმა უნდა. ვერ გავიგე. არაფერი, მიდი ჩაიცვი. მეგობრებო, აქ დიდი ხანი უნდა დავრჩეთ, ჯიჯი მელოდება. პატრიკ, შენი და ჯიჯის ურთიერთობით დავიღალე, ჩვენთან ერთადაც გაატარეთ დრო. ჯანდაბა, უნდა დამერეგა. პატრიკ, შენი ჯიჯი დაგელოდება. ჯული, კიდე დაკავებული ვარ. არა, ჩირლიდერები არ არიან, მხოლოდ ბიჭები. ჯულის გარეშე 30 წუთის გაძლებაც არ შეგიძლია? ჯული, ხო, მალე გნახავ. მეგობრებო, გჯერათ აქ რატომაც ვართ, უნდა ვიჯდეთ და სმაილის ყავტანსაცმელს უყუროთ. კოსტა, შენზე მართლა არაფერი ვიცი, მაგრამ სმაილი მხოლოდ ნამდვილ ბრენდებს იცვამს. ბრაუს, ვიცი რომ შენი მეგობარია, მაგრამ მისი გარდერობი მხოლოდ ყალბი ტანსაცმელებია. მეგობრებო, რას ფიქრობთ, იქნებ შერიგებისას ეს ჩავიცვა, დოლჩე და გაბანაა. ხო, დოლჩე და გაბანა კარგია. ხო, ბებია ჩემი ეგეთი ტანსაცმლით იადაკს მინდავს. სმაილ, არ ვიცი ეს დოლჩე და გაბანა თუა, მაგრამ იადაკის ტანსაცმელს გავს, რამე სხვა გვაჩვენი. მეგობრებო, მე აქ იმიტომ დაგიძახეთ, რომ რჩევა მოგეცათ, მაგრამ ტანსაცმელზე არაფერი იცით. ბრაუს, ეს მართლა ასეთი პრეტენზიულია, მე ჯული მელოდება. დაწყნარდი, მოიცდის შენი ჯული. რას ფიქრობთ, იქნებ ეს ლუი ვიტონის პერანგი ჩავიცვა და ბალენსიაგას შარვალი. ტანსაცმელების ბრენდების შესახებ ბევრი არ ვიცი, მაგრამ ბალენსიაგას შარვალი არ არსებობს. მეგობრებო, გეუბნებით, დროში ჩარჩენილები ხართ. მეგობრებო, ისეთი რაღაცეები ურჩიეთ, რაც არ უხდება. რატომ ის ჩემი მეგობარია? კარგი, მაშინ რაც უხდება, ის ურჩიეთ. მეგობრებო, შეგიძლიათ ამიხსნათ, რა საჭიროა გამოწყობა გოგოსთან შერიგებისას. და ამაზე რას ფიქრობთ, მოეწონება დიანას? სმაილ, კარგია, მაგრამ შენ არ მოგიხდება, რამე ბაბუის ჩაიცვი. დიმა, ეს მართლა არ მოგწონს, თუ უბრალოდ ჩემი გშურს. მართალი ხარ, უბრალოდ შენი შურს და ცუდ რჩევებსაც მაგიტო გაძლევს. ხო, არ უნდა რომ დიანას შეურიგდე. პატრიკ, ამას რატო ამბობ? კარგი, ვერაფერი რჩევა ვერ მომეცით, ისევ კალათბურთის ფორმაში წავა. მეგობრებო, აქ მხოლოდ ამისთვის მოვედით, მე პირადად ძალიან მიგვირს. ხო, ჩვენც. ოე. გოგოებო, ამდენი ხანი რას აკეთებენ? ხო, ჩემი თაგუნია მაგ ოთახშია, იქნებ ჩრილდერებიც არიან იქ. გოგოებო, გაგიჟდით, დაწყნარდით. ისევ ნერვიულობს, ყველა ფრჩხილი დავიჭამე. შია. ეგ პრობლემა არ არის, სამზარეულო აქვეა. ხო. გოგოებო, მე ჩაის დავლევ, თქვენს გინდა ჩაი, თან სენდვიჩებსაც გავაკეთებ. მე რამე ტკბილი მინდა. და შენ მე კარბონარა. ვაიმე საყვარელი. მე კარბონარს არ გაგიკეთებ. რა საყვარელი ხარ, მოდი აქ.
სოსისებს გაჭმევ. კარგი მარიოსა, მე სენდვიჩი შევჭამ. მე კარბონარა მინდა. მარიოსა, კარბონარას არ მოგიმზადებ. ჯიჯი, აბა შეიხედე მან თუ არის სოსისი, მინდა რომ მომძახს ვაჭამო. გოგოებო, შერიგებამდე კარგად უნდა ვჭამო. დიანა, დროა, დავიღალე, კუჭი მტკივა უკვე. Yana, შენ დიდი ხანია კუჭი აღარ გტკიებია. ნასტია, ნუ იგესლები, ზუსტად. კარგი, შერიგებამდე კბილებს გავიხეხავ, პროვასტი. კბილებს რატო იხეხავს, დიანას კოცნას აპირებს? ჰაეროვან კოცნებს გაუგზავნის მარტო. დიმა, ბავშვით მოიქცევ, კარგით რა. დიმა, არ გაბრაზდე, ყველაფერი კარგად იქნება. პროვასტი, არ მოგენატრე? გავიგე. გოგოებო, აბა მიყურებდა? კი, გიყურებდა, ისეთივე არეული არის როგორც შენ. ძალიან კარგი, მალე შერიგება იქნება. Yana, შენი პროვასტი უცნაურად იქცევა, თითქოს სმაილის კუდია. შენ ხარ კუდი, ლეილა. ხო, მაგათი მეგობრობა უცნაურია. ბრაუს, მან არც კი შემომხედა. ასე თქვენი ურთიერთობა ვერ გამოსწორდება. და მე რა გავაკეთო, რამე რჩევა გჭირდება? რომელი რჩევა? შენი? არა, ჩემი არა, იანას. და იანამ მე რა უნდა მირჩიოს? სმაილ, კარგი რა ის მისი საუკეთესო მეგობარია. დიანას ყველაზე კარგად იცნობს, გეტყვის როგორ უნდა შეურიგდე. ხო, პროვასტი, მართალი ხარ, მისი რჩევა მჭირდება. მიდი დაურეკე. კარგი, ურეკავ. არ მესმის აქ რას აკეთებთ? ხო, რა გინდათ აქ? ჩვენ შეყვარებულებს ველოდებით. დიანა, საშინელებაა. ჯული, ჩემ ძაღლს რატომ აჭმევ? Yana, რატომ ელოდებიან თავიანთ შეყვარებულებს დიანას სახლში? იგი მას ნიშნავს, რომ მათი შეყვარებულები აქ არიან. მოგწონს და თუნია? გოგოებო, 1 წუთი გაქვთ, რომ ჩაიცვათ ფეხზე და წახვიდეთ აქედან. ხო, მოშორდით აქედან. დიანა უნდა შეურიგდეს სმაილს. გოგოებო, არ გესმით, შეყვარებულებს ველოდებით. ხო, მათ გარეშე არსად არ წავალთ. სად არის ჩემი თაგუნია? სად არის? მოიცადეთ, ამბობთ რომ თქვენ შეყვარებულებს აქ ჩემს სახლში ელოდებით? ვაიმე, მიხვდა ძლივს. მართალია, აქ არიან და ველოდებით. რა? ხო, სმაილმა რაღაც მიზეზის გამო დაპატიჟა. გოგოებო, პროვასტი მირეკავს, დაუბრუნდები ახლავე. ხო, პროვასტი, მოგენატრე? რა? ვის ჭირდება დახმარება? ხო, კარგი, შენი გულისთვის დავეხმარები. Yana, ვის ელაპარაკებოდი? პროვასტის. ახლავე დაუბრუნდები, ტელეფონს შევაერთებ. კარგი. ხო, პროვასტი, მოვედი, სად ხართ? აჰა. იანა, მას შენი დახმარება ჭირდება. იანა, შეგიძლია დამეხმარო. პროვასტის გამო დაგეხმარები. წამოდი. იანა, მან დიდი ხანი არ გაჩერდით. სმაილ, ყურადღებით თუ მომისმენ, ყველაფერი გამოგივა. კარგი, იანა, მზად ვარ. გოგოებო, თქვენს ბიჭებს დაუძახეთ, რომ წავიდნენ აქედან, თავი უკვე მტკივა სხვა მიზეზების გამო. მართალია, გოგოებო, დიანას უფრო მნიშვნელოვანი საქმეებიც აქვს. ხო, და რა უფლებით შემოდიხართ აქ დიანას ნებართვის გარეშე? თაგუნია, ჩამოდი ქვევით რა და ერთად წავიდეთ, თორემ დიანა გვიყვირის უკვე. ჯული, შენს თაგუნიას უთხარი, რომ პატრიკიც წამოიყვანოს, დავიღალე აქ ლოდინით. ხო, მიდი და ჩემსაც უთხარი. გაიგე, დათუნია, რა თქვა? ხო, კარგი, ჯული. მორჩა მეგობრებო, წავიდეთ, გოგოები გველოდები. ხო, მეც დავიღალი აქ ყოფნით. მეგობრებო, მოიცადეთ, მათი შერიგება უნდა ჩავშალო. მოდიან. დიმა, წამო, აქ არ უნდა ვიყოთ. მოიცადეთ, არსად არ წავალ. ისინი არ უნდა შერიგებო. მეგობრებო, ეს ბურთი გამომართვით. კოსტა, არსად არ წამოვა. კოსტა, შეწყვიტე. მოიცადეთ, მეგობრებო, სად მიდიხართ? ჩვენ შეყვარებულებთან. არა, ისინი არ უნდა შერიგდნენ. არ მესმის ბიჭებო, რა გინდათ საერთოდ აქ? ჩვენ სმაილმა დაგვაპატიჟა. მართლა? კარგი, წაიყვანეთ თქვენი შეყვარებულები და წადით. თაგუნია, ჩირილდერებს ხომ არ ეფლირტავე? არა, ჯული, არაფერი გამიგეთებია. პატრიკ, რას აკეთებდი? უბრალოდ სმაილს ვეხმარებოდი. არტემ, უფრო დიდხანს ვერ დარჩი, ჩაი ვერ დავლია. არა, არ შემეძლო. დიმა, რას ელოდები, წახვალ თუ მე წაგიყვან. არა, კოსტა, იყოს, მე წავალ. ნახვამდის ბავშვებო. დამღალეს უკვე. კარგად. სმაილ, პირველ რიგში თავი არ მოაჩვენო მდიდარ ბიჭად. დიანა დებილი არ არის და მიხვდება ყველაფერს. და მე რა უნდა ვქნა? რა გავაკეთო, რომ ჩემი სიყვარული არ შეწყვიტოს? სმაილ, უბრალოდ შენი თავი იყავი. აჰა, კარგი. მეორე, უფრო მეტი ყურადღება მიაქციე დიანას. დადიხარ აქეთ იქით. უნდა გახდე ჯენტლმენი. ხო, მაგრამ ეგ მოდაში აღარაა. ჯენტლმენობა მოდიდან ბერას დროს გადავა. კარგი, ხო, მესმის, შემდეგი რა არის? სმაილ, ჩემი შემდეგი რჩევა იქნება ის, რომ დიანას შენი სვიტრები მიცე, უყვარს, როდესაც ბიჭები სვიტრებს აძლევენ. ხო, მაგრამ ის არასდროს არ აბრუნებს.
Smile, გინდა რომ შეურიგდე თუ არა? რა თქმა უნდა, ხო და შერიგების დროს შენი ჰუდი უნდა წამოიღო. ყველა გასარეცხია. Smile, ეგ უკვე ჩემი პრობლემა აღარ არის, მე რჩევას გაძლევ, შენ მისმენ. კარგი, ხო, კიდევ რამე არის? კარგი, ჩემი ბოლო დარიგება და ძალიან მნიშვნელოვანია, ადექი. მოკლედ, დიანას არ მოსწონს, როდესაც უნდა მიწვდეს ბიჭს კოცნის დროს, ამიტომ უნდა დაიწიო. კიდე, კარგად უნდა დაიწიო, Smile, დაიწიე? მიდი, ახლა შეგვიძლია ვაკოცოთ ერთმანეთს. დიანა, მიდი ახლა შეურიგდი Smile-ს და მე ყველაფერი მოგვიყევი. კარგით გოგოებო, მივდივარ, წარმატება მისურვეთ. კარგი დიანა, მიდი, ჩვენ ჩაისწავლევთ. კარგი, Smile, უნდა ვისაუბროთ. არა, ესე არ გამოვა. პროვასტი, რას აკეთებავს? არა, აქ შესვლა არ შეგიძლია. პროვასტი, რას გულისხმობ? ჩემი ოთახია, შემიშვი. დიანა, Smile, არ მესმის, ეს რას ნიშნავს? დიანა, უბრალოდ Smile-ს რჩევას ვაძლევდი. დიანა, ეს ბოლო რჩევა იყო. იცი რა, Smile, შერიგება აღარ იქნება. და Яна, შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი აღარ ხარ, წადით აქედან, ორივე. აქ რა მოხდა? დიანა, არ უთხრა, პროვასტი, დიანამ ყველაფერი არასწორად გაიგო. დიანა, გაბრაზებული რატომ ხარ? Яна Smile-ს რჩევებს აძლევდა, რომ შერიგდეთ. პროვასტი, ძალიან კეთილი ხარ, მაგრამ სულელი. აქედან წადით, ყველა დამღალეთ უკვე. დროზე. დიანა, რო დამშვიდები დამირეკე, ყველაფერს აგიხსნა. დიანა, ეს ბოლო რჩევა მართლა არ იყო საჭირო. დიანა, ყველაფერი აირია. ბავშვებო, აღარ ვიცი რა გავაკეთო, ყოველთვის პრობლემა მაქვს Smile-თან. კარგით, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სხვა ვიდეოებს. ნახვამდის. დიანა, ჩვენ მზად ვართ, რამდენხანს უნდა გელოდოთ? გოგოებო, მე არ წამოვალ სკოლაში. დიანა, გაგიჟდი, კარგი რა, ეხლა ამ ყველაფრის გამო არაფერს არ გააკეთებ? ცხოვრებას არ გააგრძელებ? ცხოვრება გრძელდება, უნდა წახვიდე სკოლაში. გოგოებო, სათქმელად ადვილია, ნასწია, არაფერი არ თქვა საერთოდ, არ გამოგიცდია ის, რაც მე გამოვცადე ამ ბოლო დროს, აღარ მინდა სწავლა. იცი რა, დიანა,ახლავე უნდა ადგე და წახვიდე სკოლაში. თუ არ ადგები, დედაშენს დაგურეკავ და მართლა პრობლემები შეგექმნება. თან დარწმუნებული ხარ, Smile და Яна ამათ ღირს? ხო, დიანა, შენ მხოლოდ 16-ის ხარ, მთელი ცხოვრება წინ გაქვს. Яна უბრალოდ არის მოღალატე, შენ გიღალატა პროვასტის, სხვა დროს Smile-საც უღალატებს, წავედით სკოლაში. დიანა, წავედით, დამიჯერე. Яна თან კომფორტულად ვეღარ იქნება. ჩვენ სამნი ვართ, ის კი ერთია, წარმოიდგინე ჩვენი თანდასწრებით როგორ იქნება. დიანა, შენს ადგილას რომ ვიყო, Янას გავაგდებდი საერთოდ გუნდიდან და მე თუ უნდა აკოცოს ამ Smile-ს. გოგოებო, მართალია, Яна საშინლად იგრძნობს თავს ჩვენ გარემოცვაში, ამიტომ გადავწყვიტე რომ დღეს მოვდივარ სკოლაში. ვა, ბავშვებო, პროვასტის თავი კარგად უჭირავს. მოიცადეთ, იქნება არაფერი იცის. არა, ყველაფერი იცის. ბავშვებო, მოდით თავი მოვიკატუნოთ, ვითომ არაფერი ვიცით. პროვასტი რა კეთილია, Янას ყველაფერს პატიობს. ყველაფერს ასე მარტივად ვერ აპატიებ. დიმა, ბრაუსი Იანას გარეშე რატომ არის? დღესაც გაკვეთილებსაც დეს. კოსტა, შემეშვი, ხო იცი, ჩემდას არ უყურებ. ის საერთოდ არ მადარდებს. მოიცადეთ, ვერ გავიგე, ჩემზე ლაპარაკობდით? არა, პროვასტი, ისე კარგად ხარ? ჯული, ვერ ხვდები, მისი კარგად ყოფნა რატო გადარდებს? ჯანდაბა, მე მგონი მართლა არაფერი იცის, ჩვეულებრივად იღიმის როგორც ყოველთვის. არა, თაგუნია, უბრალოდ მაინტერესებს. ბრაუს, Იანა სად არის? თქვენ ორი ხო ისევ კარგად ხართ? კოსტა, მას Იანაზე კითხვებს ნუ უსვამ. ხო, კარგად ვართ, უბრალოდ Smile-ს დახმარება ჭირდებოდა და Იანა რჩევებს აძლევდა. ბრაუს, არ მითხრა რომ ჩემი დადა Smile? ხო, დიმა, ისინი ერთად არიან. ჯერ არა, მაგრამ ეს მაინც საჭიროა ყოველი შემთხვევისთვის. ჯანდაბა, როგორ გააკეთა ეს Იანამ? დიანას მეგობარი იყო. მარიოსა, მეც ვიყავი დიანას მეგობარი, მაგრამ მე რა? გამარჯობა, ბავშვებო. რა გაგიკვირდათ ასე ძალიან? დიმა, შეხედე, ისინი ერთად არიან. წარმოდგენა არ ვარ. Იანა, გამარჯობა. გაოცებული ვარ, ამ ყველაფრის მერე Яна როგორ მოვიდა სკოლაში? საერთოდ არ რცხვენია? ვაიმე, ახლა დიანა რომ მოვიდეს. სირცხვილი Янას. Იანა, რა გჭირს, დამშვიდდი. შენ დაწყნარდი თუ კაია. მისმინეთ მე რა, Smile-თან ერთად მოვედი სკოლაში. გოგოებო, რაღაც მოგიტანეთ სხვათა შორის. აქ არის კოსმეტიკა, მოდით, შეგიძლიათ ნახოთ. რა მოხდა, Smile? Იანა ისევ რჩევებს გაძლევს, ბრაუს, მაგრა დამერხა, რატომ მითხარი რომ მას დავლაპარაკებოდი? უკვე მისი ყველა რჩევის მეშინი. არ მისმის Smile, Იანას ცუდ რჩევებს არ მოგცემდა. ბრაუს, მისი რჩევების გამო Იანა უფრო გაბრაზდა. ეს Იანას რჩევის გამო არ იქნებოდა. ალბათ არასწორად მოისმინე. შენ ზუსტად Იანას ნაირი ხარ. გოგოებო, ნახეთ რა ტონალურია. მარიოსა, ეს შენი ფერია და ჯიჯი, ეს შენი შეგიძლიათ აიღოთ. Smile, სად მიდიხარ? მოდი აქ. ჯანდაბა.
Яна, ეს მჭირდება. რა ღირს? იცი რა ჯული, ძალიან ძვირიანია, მაგრამ შენ $100 მოყიდი. კარგი, ვიყიდი. Яна, მე ეს უნდა მომინდა, რამდენი უნდა მოგცე? კარგი ჯიჯი, შენ 250-ად მოგცე. აჰა, კარგი, ავიღებ. აუ, Яна, მე ეს უნდა მომინდა, რა არის, რამდენია? ძალიან ძვირი ღირს. მარუსა, უნდა მომეც შემასხი. ჯიჯი და მეც რა თუ შეგიძლია. მოიცადეთ ეს რანაირი კოსმეტიკაა, ძალიან პატარებია. დიმა, შენს დას ნაგვის გაყიდვის ნიჭი აქვს, ესენი ნიმუშებია, უფასო არის. კოსტა ის საერთოდ არ მატარდებს. ჯიჯი, ამას დასუნე? Яна, საიდან არის ეს კოსმეტიკა? უცხოეთიდან, თან ძალიან ძვირიანია. იანა, სმაილი და დიმა მალე შერიგდებიან. ყველაფერი კარგად მიდის პროვასტი. შენ ჭამე უკვე? მიდი, ჭამე. გოგოებო, ეს არის ძალიან მაგარი. დიანა, ჯობია არ შეხვიდე. ხო, იქ დგანან. იცით რა, არ მატარდებს. აი, დიანა ჩირლიდერიც მოვიდა. ახლა მაგარი იქნება. კოსტა, დიანა მოვიდა. ახლა იანას თმებით ითრევს. ან პირიქით დიანა ითრევს. ბიჭებო, მოკეტეთ. გოგოებო, მაღაზია იხურება. მაგრამ Яна, კიდევ მინდოდა რაღაცეების ყიდვა. ვერ ხვდები, შემდეგ დასვენებაზე გაიხსნება ისევ. ახლა წადით. Smile, წავედით. დიანა, ახლა შუათითი გაჩვენა? ხო, დავინახე. და Smile-ს რაღაც ჭირს, დაჰიპნოზებულია? არ მისმის, სმაილი და იანა ერთად არიან. გუშინ დიანასთან ვიყავით და ყველაფერი კარგად ჩანდა. ხო იცით, ურთიერთობები ძალიან სწრაფად იცვლება. დიმა, მაგრამ მაინტერესებს, ნეტა იანა და სმაილი ერთად არიან თუ ისევ პროვასტისთანაა? კოსტა, იანა მაგაში მაგარია, ყველას დაჭერა შეუძლია. იანა, ეს რა იყო, ჯობია დიანას ყველაფერი გაუხსნა. Smile, გაგიჟდი? გუშინ სახლიდან გამოყარა, რაც შეიძლება დიდხანს უნდა გავაგრძელოთ ეს. იანა, გუშინ მაკოცე, ეგ რატო გააკეთე? Smile, სულელი ხარ? არ გესმის, რომ მართლა არ მეგონა, რომ დიანა ასე სწრაფად მოვიდოდა. მე მინდოდა თქვენი დახმარება. იანა, კარგია, რომ ჩემი დახმარება გინდოდა, მაგრამ ეგ რა საჭირო იყო? Smile, თავს მოვაჩვენებ, თვითონ მე და შენ ერთად ვართ, შემდეგ დიანას შეშურდება, მოვა და ბოდიშს მოგიხდის. იანა, კარგად ხარ, შენ მაკოცე და ეს დიანამაც დაინახა. უბრალოდ გაჩუნდი და წავიდეთ. გოგოებო, არ ვიცი რას გავაკეთებ, იანას რომ დავინახავ დღეს ვარჯიშზე. დიანა, აჩვენე ვინ არის უფროსი. ხო, რაღაც ძალიან დიდ გულზეა. რას აკეთებს? დიანა, მართალია რომ Яна და Smile ერთმანეთს ხვდებიან. ჯანდაბა დიანა, ამაზე რას ფიქრობ? დიანა, როგორ გრძნობ თავს? გული ხომ არ გეტკინა? გოგოებო, ჩემი პირადი ცხოვრება თქვენი საქმე არ არის. ხო, მართალია. დიანა, მოლოცვა შემიძლია, ახლა მარტო ხარ? დიმა, მოიცადე, მას ცოტა დრო მიეცი, ეგრევე არ დაუწყო. მეგობრებო, მიხარია, რომ ჩვენი შეყვარებულები ჩირლიდერები არ არიან. ხო, მათი ცხოვრება ძალიან უცნაურია და ყოველთვის იცვლება. ჯიჯი, მოდი ჩემთან, უკვე მენატრები. უი, დიმა, მაპატიე, ვერ დაგინახე. დიანა, დიმა ახლა ჩალით დაიწყებს. დიმა, ჯობია მარტო ხელა ვიყო, ვიდრე შენთან ერთად ვიყო. ვაუ! დიმა, ეს რატო გააკეთე? ხო იცოდი, რომ უარს გეტყოდა. კოსტა, უბრალოდ იმედი მქონდა. დიანა ბოლოს მაინც ჩემი იქნება. ეგ ბურთი დამიბრუნე. 1, 2, 3. ვა, ნახეთ რა პუნქტუალურია, Яна უკვე აქ არის. 1, 2. 1, 2, 3. ვაიმე, დიანა, Яна გულგატეხილი იქნება, როცა ეტყვი, რომ ჩირლიდერი აღარ არის. არა, ნასია, გაგდებას ჯერ არ ვუპირებ. მოდი, ჯერ მისი თამაში ვითამაშოთ. გულწრფელად რომ თქვა, არ მესმის მისი საქციელი. 1, 2, 3, 4. გოგოებო, ამას შეხედეთ, მთელი დღე ასე უნდა ირბინოს, გაგვექცევა ვითომ ამ პატარა დარბაზში? ხო, ეშინია. რა თქმა უნდა, ეშინია, იცის რომ დიანას შეყვარებულს აკოცა და ისიც იცის რომ დიანა მას ცემს. ნასია, მე ქალბატონი ვარ, ცემა ჩემი საქმე არ არის, სხვანაირად მოვიქცევი. 1, 2, 3, 4. 1, 2, 3, 5, 6. 1, 2, 3, 4. 5, 6. ახ, გოგოებო. მის სახეს ხედავთ მე როდესაც მიყურებს? 7, 8. Smile, გამარჯობა, შეიძლება შემოვიდე. კი, ბროვასტი, შემოდი.
სმაილ, მითხარი, იანას რჩევები გეხმარება? შენ და იანა მალე შერიგდებით? პროვასტი, შეიძლება კითხვა დაგისვა, რა თქმა უნდა. შენ იანა მართლა გიყვარს? სმაილ, ამას რატომ მეკითხები? რა თქმა უნდა მიყვარს. კარგი, მესმის. ეს მართლა რატომ გითხე? შენ მოგწონს იანა? პროვასტი, არა, რა თქმა უნდა. უბრალოდ მაინტერესებდა თქვენი ურთიერთობა როგორ მიდიოდა. რავი, ხო, ჩვენ კარგად ვართ. ის ყოველთვის კარგ რჩევებს მაძლევს. მაგარია ბრაუს, შენ ძალიან გაგიმართლა. არ გაბრაზდე სმაილ, ყველაფერი კარგად იქნება. შენ და დიანაც მალე ერთად იქნებით. იანა სულ რჩევას არ მოგცემდა. ხო, ალბათ. ხო, იცი, მე შენთან ვარ. მოკლედ, იანას აღარ უნდა მოусმინო. მოქმედებაზე უნდა გადავიდე. 1 2 3 დიანა, რატომ იყურებ ეგრე? იანა, შენი პროვასტისთვის რომ მე მეკოცნა, შენ ზუსტად იგივენაირად არ შემომხედავდი, ჰა? დიანა, ვიღაცისგან განსხვავებით ჩემ მეგობარს არ დავივიწყებდი. იანა, არ მესმის. როგორ შეგიძლია საერთოდ სხვა გოგოს შეყვარებულთან მიხვიდე, აკოცო და მე ეგეც რაღაცეები ისაუბრო. დიანა, შენ უბრალოდ არ გესმის ჩემი, წუწუნებ, მაგრამ სიმართლე არ იცი. დიანა, უთხარი. დიანა, ამდენი სატანა როგორ შეგიძლია? ხო, იცი რა, დავიღალე, კარი გავაღე, შემოვედი და შენ ჩემ შეყვარებულს კოცნიდი, ეგ უკვე საკმარისია ჩემთვის. დიანა, არც გიკითხავს საერთოდ რატომ ვაკეთებდი ამას? ამბობ რომ უნდა მეკითხა? გამარჯობა, ჩირლიდერებო. გამარჯობა, ჩემთვის მოხვედი? დღეს ვარჯიშს მოვრჩი, შეგვიძლია წავიდეთ. ჯანდაბა, რა ჭირს იანას? რადგან ჩემი შეყვარებული უყვარს, ეგ არის ყველაფრის მიზეზი. სმაილ, აბა როგორი დღე გქონდა? ჩემი დღე იდეალური იყო. სმაილ, წავედით, რას უყურებ, აქ საინტერესო არაფერია. დიანა, უბრალოდ ახლა არ თქვა რომ ხვალ სკოლაში არ მოდიხარ. და ნასტია, რანაირად შეუძლია მოვიდეს სკოლაში? არა გოგოებო, ხვალ სკოლაში მოვალ, ვინმეს პროვასტი ხომ არ უნახავს? დიანა, ეგ არ გააკეთო, გთხოვ. ბავშვებო, გაუცებული ვარ, იანა ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. კარგით, გამოიწერეთ არხი. იცოდეთ, მე ამ ყველაფერს ასე არ დავტოვებ. რა თქმა უნდა, დიანა, ასე ვერ დატოვებ ვერაფერს. რანაირი მეგობარი მოგპარავს შეყვარებულს. კარგით, ბავშვებო, სხვა დროს ვნახავთ.